მოგესალმებით, მოკლედ დღეს განვიხილოთ მომდევნო კვირა რა, მოკლედ. ეხლა რა ხდება? პირველ რიგში, როგორც ყოველთვის უნდა შევხედოთ Forex Factory-ზე კალენდარს, ანუ რა ნიუსები გვაქვს და როდის არის კარგი სავაჭრო დღეები რა. როგორც მე ლონდონზე ვაჭრობ და ეხლა ლონდონის გადმოსახედიდან შევხედოთ რა. ორ შაბათს ჩემთვის ლონდონი low risk-ია, სამშაბათსაც low risk-ია, რადგან CPI და შეიძლება სამშაბათს ან ორ შაბათს არის და არ ვიტრეიდო გინ სეტაპი მომწეს და 4 შაბათს და 5 შაბათს მოვალე უფრო ლონდონის კარგ მოძრაობას რა. იქიდან გამომდინარე GBP-ზე არის red folder ნიუსები და პარასკევს რა თქმა უნდა არ ვაჭრობ ხოლმე. ეხლა რაც შეეხება DXI-ს რა, როგორც იცით DXI-ს უნდა შეხედოთ იმისთვის რომ გაიგოთ ასე ვთქვათ futures-იც საპირისპირო მოძრაობა, რადგან DXI-ზე დაყრდნობით მოძრაობს და ეხლა რა ხდება რა, აი აქედან ვარ მე ბულიში, გაილონგა და ეს აი მინდა მოხსნას ეს buy side liquidity რა. და მან და არის monthly fair look-ები ასევე რა. რა გააკეთა მარკეტმა რა, ეხლა weekly fair look-ებში სადაც retrace გააკეთა და შეიძლება აქედან ასევე გადავიდეს პატარა აკუმულაციაში რა. და აქედან მინდა მარკეტი იყოს ბულიში და ჯახსნას ეს buy side liquidity, შემდეგ აქ SMT მომცეს და შემდეგ აქედან დაიწყო short-ი რა ისო. ეხლა რა ხდება NQ-ზე რა, NQ-ზე all time high-ზე ვართ. კონსოლიდაციაში აი ამ high-დან ამ low-მდე ვართ ძალიან კონსოლიდაციაში. ეხლა რა ხდება? აქ low resistance აგროვებს. აქაც ასე თუ ისე low resistance აგროვებს რა. და ეს არის დაცული low, აქ არის ასევე monthly fair look-ები. ეხლა რა ხდება? ეს არის ცუდი კონდიცია სავაჭროს, რადგან რეალურად არ იცი რა მოხდება. ხომ შეიძლება ზემოთ უწევ ეს აი გასვიპოს, რაღაც SMT მოხდეს და შემდეგ გაიშორტოს რა. ეხლა რა არის ჩემი მოლოდინი? ამ კონდიციებში ხომ ვივაჭრებ 4 საათიანზე დაყრდნობით, როგორც ვაჭრობ, მაგრამ 4 საათიანზე დაყრდნობით ვაჭრობ ხომ high time frames ვიყვები weekly-ს და daily-ს. მაგრამ როცა ესეთი კონდიცია მოხდა, სადაც მარკეტი აკუმულაციაშია, მაშინ პირდაპირ ვუყურებ 4 საათიანს. და 4 საათიანზე დაყრდნობით, საიდაც 4 საათიანი მიდის, ვცდილობ მაქსიმალურად ავიღო ესეთი სეტაპი, სადაც low resistance მოხსნა უნდა, ან აუცილებლად ყველა ვარიანტში გინდ ლონგი იყოს, გინდ ბულიში მარკეტი უნდა მივიდეს მაგ თარგეტთან რა. ეხლა რას მოველი მე? უფრო ვარ ბერიში ვიდრე ბულიში, მაგრამ უფრო ბულიშია ვიდრე ბერიში და რატომ ეხლა ნახეთ რა? რადგან DXI-ზე ვარ ბულიში, აქ მინდა ვიყო ბერიში. მაგრამ აქ გვაქვს low resistance all time high-ზე ვარ და მაგნიტურია მარკეტი all time high-ისკენ. მაგრამ მირჩევნია ჩამოვიდეს monthly fair look-ებში, გააკეთოს манипуляცია და შემდეგ გაილონგოს და ეს low resistance დატოვოს რა, რადგან უფრო ლამაზი და მარტივი ლონგი იქნება მომავალში. მოკლედ დღესთვის სულ ეს არის. ვისაც ასე ვთქვათ ძველი ვიდეოები გინდათ, ჩემთან Axiom-ზე შემოდით Discord server-ზე. ახალი Discord server-ი სადაც დავბრუნდი, ვიაქტიურებ ჩემს ტრეიდებს ჩავაგდებ ხომ და ასევე general-ში რაღაც თუ დაგჭირდეთ შეგიძლიათ მომწეროთ, ყველას გიპასუხებთ. ამიტომაც შემოდით და გადახედეთ ყველაფერს.